ერთადერთად შეგიწყალნეს და გვაწყობენ ჩვენი კაცსა სახირას და კაც მოყარი ამინ უკაუ შეგიწყალენ ამინ ღმერთმა დაგულოცით გაკურთხო და ივანე ნათლისმცემლის ოსაკურთხევა შეგეწიოთ ეს არის სცენება ღირსისა მარიამისა იგივე მარინისა და მამისა მისა ევგენისა რომელიც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდნენ დაიბადნენ ცხოვრობდნენ ბითვინიაში ეს არის დღევანდელი მცირე აზია დღევანდელი თურქეთის ტერიტორია და აქ როდესაც მამაშვილნი იყვნენ მარიამი გოგო რა თქმა უნდა მამა ევგენი ერქვა როდესაც ევგენი დაქვრივდა გადაწყვეტს რომ მონასტერში გააგრძელოს ცხოვრება და მარიამს არ უნდოდა მამის გარეშე ცხოვრება და თან მიყვება მონასტერში მამათა მონასტერში მიყვება უყურთ ნახე რას აკეთებს სახელს იცვლის და როგორც მარინი ისე გაეცნობა და როგორც მამაკაცი ისე იწყებს მოღვაწეობას მამათა მონასტერში მორჩილებით სიმდაბლით მოღვაწეობით მრავალ მამას აღემატა არავინ არ იცოდა რომ რა თქმა უნდა ის იყო ქალბატონი და როდესაც ამ მამაც გარდაიცვლება ევგენის უფრო დიდ მოღვაწეობას შეუდგება ეს ღირსი დედა და ყველაზე ესე რომ ვთქვათ რთულ საქმეებსაც კარგად აბავდა თავს მონასტერში მოიხსენებათ მონასტერში როგორი ფიცხელი შრომა არის დაუღალავი შრომა დაუღალავი ლოცვა ღამისთევა და ამ ყველაფერს როგორც სამაგალითო მონაზონისი აღასრულებდა და როდესაც წინამძღვარმა გაგზავნა მონასტრის ბოსტანში სამუშაკოდ გზაზე როდესაც ცოტა შორს იყო ეს მიწა სადაც მუშაკობდნენ და როდესაც შემოაღამდა გადაწყვეტენ რომ ერთ-ერთ სასტუმროში გაათიონ ღამე და შემდგომ უკვე დილით გააგრძელონ გზა მონასტრისაკენ და ამ სასტუმროს მეპატრონის შვილი გოგო იყო ავი ცხოვრებით მაცხოვრებელი ანუ ბილწი ცხოვრებით მაცხოვრებელი და როდესაც შესწოდავს მამას ეტყვის რომ ჩემზე ესე რომ ვთქვათ ხორციელად შესწოდა ჩემთან ხორციელად შესწოდა ამ ბერმა ამ მამამ რომელიც მithumetes ქალი იყო და ვერანაირად ვერ შესწოდავდა მასთან და ეს ამ სასტუმროს მეპატრონე გააგებინებს მონასტრის წინამძღვარს რომ აი ესე ბილწად ცხოვრობს შენი ბერი და მონასტრიდან გააგდებენ მას და უდრწვინველად მოთმინებით იტანს ამ ცილისწამებას აი რომ ვისწავლოთ მისგან აი ეს სათნოება რომ ჩვენ ხომ რაღაცას რომ გვეტყვიან და გინდათ სწორი იყოს გინდა არასწორი როგორ უბრაზდებით ხოლმე და აი რაღაც ჩემი სიმართლე მაქვს ეს ამაქვს ის მაქვს და ყველანაირად ვცდილობთ რომ თავი გავიმართლოთ ხოლმე მაგრამ ეს დედა რას შვება რომ იტანს ითმენს ამ ძიმე ცილისწამებას წარმოიდგინე ხალხის თვალში როგორი დამცირებულია მაგრამ ამ დროს არ უყურებს ხალხის თვალში როგორ გამოჩდება ის ფიქრობს ღვთის წინაშე როგორ ჩანს ჩვენ ხომ უფრო მეტად გვინდა ხოლმე რომ ხალხის თვალში კარგები გამოჩდეთ რაღაც სამაგალითო მაგრამ არა ღვთის თვალში როგორები ვჩანოთ აი ეს არის ყველაზე მთავარი ღმერთი როგორ აფასებს ჩვენ მოღვაწეობას და არა ადამიანი იმიტომ რომ ღმერთი ხედავს ადამიანის გულს ადამიანები ვხედავთ გარეგნულად ქმედებებს და მთავარია ჩვენ გულში იყოს ქრისტე რომ აი ეს დაინახოს ღმერთმა ზუსტად და ამის მერე როდესაც ეს ბილწი ცოდვილი ქალი შობს შვილს ამ შვილსაც მიუყვანენ მას მონასტრის კედელთან ცხოვრობს მონასტრის გალავანთან ცხოვრობს წარმოიდგინე როგორ გადაკურათ და ამ შვილსაც კი ზრდისო რამდენიმე წლის მერე კი სთხოვენ ბერები რომ შემოვიყვანოს წინამძღვარმა შიგნით მონასტერში აცხოვრონ თავშესაფარი მისცენ და მართლაც რაღაც ძალიან უკმეხად და თითქოს არც უნდა და ისე კი მიიღებს ისევ მაგრამ ამ შვილსაც ზრდის უდრტვინველად წარმოიდგინეთ და არავის პასუხს არ აგებინებს და არ გააგებინებს რაშია საქმე და რამდენიმე წლის მერე მშვიდობით მიიცვლება ღვთის წინაშე აი როდესაც უკვე გადაწყვეტენ რომ დაკრძალონ ხო უნდა გააპატიოსნონ მიშნეშტი და ნახავენ რომ მარინი ქალბატონი აღმოჩნდება და ამ ყვედრებას ამ მძიმე ბრალდებას უდრტვინველად იტანდა და მის ცხოვრებაშიც აღწერილია რომ ისე მოღვაწეობდა მანამდე რომ საეშმაკების განსხმის ნიჭის ქონდა ღვთისაგან მიმადლებული და კუნების ნიჭი და წარმოიდგინეთ ესეთი ადამიანი ეგონათ რომ ესე შესწოდავდა და მძიმე ცოდვებით ცხოვრობდა და ესე დაითმინა
მერე ბოლომდე სკვედრება და აი ეს შეუწირა უფალმა ეს სიმდაბლე, ეს მორჩილება, ეს ყვედრებას რომ ესე იტანდა და აი სასწაულ წმინდათა დასში შეირაცხება და შემდეგ მის უხსნელ ნაწილებს კონსტანტინოპოლში გადააბრძანებენ პატივით. ამ დროს ეგვიპტის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა. შეგვეციოს მისი ლოცვა და ჩვენ გვასწავლოს მოთმინება. წმინდა მამები ხშირად ამბობენ, მით უმეტეს აი დღევანდელ პერიოდზე, რომ ჩვენ ხომ არც საქმეები გვაქვს გამორჩეული როგორც ძველ მამებს, ძველ დედებს, არც ის ღვაწლი, არც ის დიდი მოშუნეობა და რითი გამართლდება ბოლო დროის ადამიანი. გამართლდება იმით, რომ დაითმენს, რომ მასზე მოწევნულ განსაცდელებსა და მწუხარებებს მადლიერებით და სინანულით, ანუ ახსარებით, ზიარებით სათნო ეყოფა ღმერთს. და ყველაზე მთავარი ამავე დღეს რაც შეიძლება ითქვას, აი ჩვენში ყველაზე ღრმად გადგმული მანკიერება, განკითხვის, აი რამდენჯერ გვისაუბრია, რომ განკითხვა პირველ მოდის უსიყვარულობით და უფალმა ანდერძად რა დაუტოვა მოციქულებს, რომ მაგით ცნან, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ ერთმანეთი გეყვარებათ. როდესაც ჩვენ უსიყვარულოდ ვექცევით ერთმანეთს, ამით ქრისტეს მოწაფეები არ ვართ. ვიღაც სხვისი მოწაფეები ვართ, რომელსაც ქრისტე უწოდეთ. თორე სადაც სიყვარული არ არის ამ ძმობაში, ამ მეგობრობაში, ამ სამრევლოში, იქ ქრისტე არ სუფევს. და ამიტომაც განკითხვა ერთ-ერთი მოდის უსიყვარულობიდან. განკითხვა მოდის იქიდან, რომ ჩვენ ცოდვებს ვერ ხედავთ. ესეც ერთგვარი ძიმე მანკიერება, რომ ადამიანი თავის თავში ცოდვას ვერ ხედავს და სხვის თვალში პატარა მანკიერებასაც ამჩნევს. ხო, სახარების სიტყვებია, რომ ჯერ დაინახე შენ თავში სხვის თვალში დვირეს რატო ხედავ? ანუ მცირე ბეწვს ხედავ სხვის თვალში და შენ თვალშიო დვირეს, ანუ დიდ ნაფოც ვერ განიცდი. და ეს არის ზუსტად, რომ ჩვენ როდესაც განვიკითხავთ, პირუკულ სახარების საწინააღმდეგოდ ვიქცევით. და მით უმეტეს აი ის პერიოდია მარხვის ასპარეზობას უნდა შეუდგე და ხშირად განვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. ან ვიღაცას ჭამელს დავინახავთ, ამას განვიკითხავთ ხოლმე. ან შეიძლება გავიაროთ ვიღაცა კარგად შეექცევა რაღაც ხორცის საკვებს და ჩვენ შეიძლება განვიკითხოთ, აი ქრისტიანები ნახე როგორ ცხოვრობენ და ასე შემდგომ. ერთ-ერთი ეს არის ცხოვრებისეული აღწერილი მამათა ცხოვრებიდან. ორი ბერი მოსაგრეობდა, რომელსაც სულიერ საზომი, რაღაც უმაღლეს სულიერ საზომს ჰქონდათ მიღწეული და ისინი ერთმანეთის სულს გრძნობდნენ და ხედავდნენ, თუ როგორ მდგომარეობაში იყო მისი სული, ან როგორ ნათდებოდა და ანათებდა, როდესაც მოღვაწეობდნენ. და ეს მადლი, ანუ ჭვრეტის მადლი მისცა უფალმა თავისი მოღვაწეობიდან და ერთ-ერთი ძმა დილით პარასკევ დღეს გამოდის მონასტრიდან და ხედავს, რომ ერთი ერის ადამიანი გემრიელად შეექცევა საკვებს. პარასკევ დღეს დილით. ნახე, მონასტრული ტრადიცია იყო, რომ მარხვის პერიოდში მით უმეტეს სატილი უნდა ეხმიათ, ოღონდ საღამოთი მზის ჩასვლის მერე, შუადღე რო გადავიდოდა და ეს ბერი ხედავს, რომ დილით ადრე პარასკევია, მარხვის დღე არის და ადამიანი შეექცევა საკვებს და ისიც არასამარხო საკვებს. და გულში მოუვა ფიქრი, რომ ნახე, როგორ მიირთმევს დილა ადრიან, თან ისიც არასამარხო საკვებს. ეს იყო და ეს. შევა ისე მონასტერში, გააგზავნეს ცხოვრებას და აი მისი ძმა რო შემოხვდება, ხედავს, რომ რაღაც არ არის ის. ჭვრეტს მის სულს და ხედავს, რომ ისე არ კაშკაშებს მისი სული, როგორც თავის დროზე ამ დიდი მოღვაწეობიდან და შეეკითხება თუ რა ხდება მის თავს და არაფერი არც შემიცოდავს, არც გონებითო, არც საქმითო, არაფერი ხდება ჩემს, მაგრამ მე მრავალი გამოკითხვის შემდეგ მივა იმ ფიქრამდე, რომ აი დილით რო გავიდა, ვიღაცა რო განიკითხა იმის გამო, რომ მარხვას არ იცავდა, ამის გამო ღმერთმა წყალობა და მადლი ესე რომ ვთქვა ჩამოართვა. თვითონვე გაუძღვაცხოვდა ამ ღვთისწყალობას და ამით მიხვდა და მე რამდენიმე კვირის განმავლობაში ნანობდა და თავის ძმას მარხვას რაღაც უფრო მეტად გაამძაფრა და გაართულა და მრავალი ღამეს ათევდა ლოცვაში, რომ ისევ ის მადლა წყალობა მიეღო და ღმერთს ეპატიებინა მისთვის. ნახეთ, ვითომ არაფერი ხო გავიდა გონებით, განიკითხა ადამიანი და ის საღვთო მადლი რაც ჰქონდა მოხვეჭილი დაკარგა. და ამიტომაც გვაფრთხილებენ მამები, რაღაც განკითხვა, ეს მამპარტავნება, აი ეს ძირია, თითქოს არ ვაქცევთ ყურადღებას და ჩვენ ერთი ხელის მოსმით შეიძლება რომ რაღაცას ვაკეთებდეთ ღვთისსათნოდ.
მე ვიღაცა განვიკითხო და ვითომ არაფერი, არა, ეს საქმე იკარგება უკვე. ის მადლი, ახსარების, ზიარების, ჩვენი ტაძარში მყოფობის მადლი იკარგება, როცა გამოხვალ და ვიღაცას გარეთ დავინახავთ, ისე უწესო ცხოვრებს და განვიკითხავთ. პირიქით, არ ვიცით ღმერთი ვის როდის და როგორ შეიწყალებს. ღმერთის თვალში როგორ არის ადამიანი. და ამიტომ მამები გვეუბნებიან, ჯობია ცოდვილი ადამიანი და მდაბალი გული ქონდეს მას, რატო? იმიტომ რომ ცოდვილი და მდაბალი სინანულამდე მივა. ვიდრე ვითომ ერთი შეხედვით ღვთის გზაზე მასიარულებელი ადამიანი და ამპარტავანი, რომელიც თავის დაცემას ვერ ხედავს. წარმოიდგინეთ, ცოდვილი უფრო ჯობია, იმიტომ ცოდვილი დაინახავს თავის დაცემას და წამოდგება. ეს ამპარტავანი ისე დაეცემა, რომ მე წამოდგომაც კი გაუჭირდება. ღმერთმა მოგცეს ზალი სულიერი ცხოვრებისა და ეს დღევანდელი გაკვეთილი ყოფილიყოს მით უმეტეს აი წინა სამარხოდ რაღაცნაირად შესაგუნებელი რომ გვიყვარდეს და არ განვეკითხავდეთ ერთმანეთს და პატივს მივაგებთ ერთმანეთს რომ ჩვენი ღვთის წინაშე ჩადენილი საქმეებმა უყვალოდ არ ჩაიაროს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაცლიაროთ. იცოცხლეთ.